საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომაზე საქართველოზე იმსჯელეს და საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები იმისათვის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდეს. პირობების შესასრულებლად კი ევროკავშირი ქართული ოცნების მთავრობას დროს აგვისტოს ბოლომდე აძლევს. მეგატივი რამდენიმე აქტიური მოქალაქე ჩაწერა, რომლებიც აფასებენ თუ რას ნიშნავს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ ეს შესაძლებლობა არ დაკარგოს. გარდა იმისა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია იძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალებას, ეს არის შესაძლებლობა ოჯახებმა მოინახულონ ერთმანეთი. ეს არის შესაძლებლობა იმკურნალოს ადამიანებმა უფრო თავისუფალ რეჟიმში და გადაადგილდნენ ამის გამო. ეს არის შესაძლებლობა ნახოს სამყარო უფრო მარტივად. ეს არის შესაძლებლობა დაუკავშირდე იმ ღირებულებებს, რა ღირებულებები შენთან ყველაზე ახლოსაა. ეს არის შესაძლებლობა, რომ შენ გრძნობდე თავს ადამიანად და არა რიგებში დგომაში გაატარო 1 და 2 თვე და უამრავი დოკუმენტების. და რაც თავარია, ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის ნდობა მოქალაქისა და ქვეყნისადმი. ეს არის, რომ შენ ის ქვეყნები, რომელშიდაც ეს უვიზო მიმოსვლა მიიღე, გენდობიან, რომ ხარ უსაფრთხო, ხარ თანაბარი, ხარ მათიანი და ამიტომ გიხსნიან თავიანთ საზღვრებს. ჩვენ გვჭირდება ვიზა ლიბერალიზაცია იმისთვის, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეობა არ იყოს ჩაკეტილი ერთ კონკრეტულ სივრცეში. ჩვენ გვჭირდება ეს იმისთვის, რომ ვნახოთ რა ხდება რეალურად საქართველოს გარეთ, შევადაროთ როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები, იქნებ მათ უკეთესი შესაძლებლობები აქვთ, იქნებ მათ უკეთესად იციან რომელიმე კონკრეტული პრობლემა როგორ აღმოფხვენ. ჩვენ გვჭირდება ვიზა ლიბერალიზაცია იმისთვის, რომ გავიგოთ, იქნებ პრობლემის აღმოფხვის უკეთესი მეთოდი არსებობს და ჩვენ შეიძლება ვისწავლოთ სხვა ხალხისგან. ეს არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გავიგოთ რეალურად როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები და დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც არსებობს ამ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. ვიზა ლიბერალიზაცია არის ერთ-ერთი შანსი, რომ კავშირი გქონდეს თანამედროვე სამყაროსთან, სწრაფი და მარტივი კავშირი. ეს არ არის მხოლოდ ტურისტულად სადმე წასვლა, ეს უკავშირდება სწავლას, უკავშირდება სამედიცინო სერვისების მიღებას, უკავშირდება მეცნიერებას, განვითარებას პირველ რიგში და რაც თავარია, ადამიანებთან ახლოს ყოფნას, ცივილურ სამყაროსთან ახლოს ყოფნას. რატომღაც ხაზი ესმება მხოლოდ რაღაც თავისუფალ მიმოსვლას და მოგზაურობას, ხო, ვიზა ლიბერალიზაციას მხოლოდ ეს არ მოუტანია მოქალაქეებისთვის. მათ მოიტანეს ასევე შესაძლებლობა, რომ თუნდაც მცირე დროით ადამიანები და სტუდენტები მით უმეტეს წავიდნენ საზღვარგარეთ, დასაქმდნენ და თავიანთი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესოთ, ხო? ასევე გვჭირდება იმისთვის, რომ ადამიანები გადარჩნენ პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მათ ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, რომ ადგილზე ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ უმკლავდება, ხო? როგორც ეს არის აქ ფინანსური ნაწილიც ეხება, ასევე ის პროფესიონალიზმი, რასაც ხშირ შემთხვევაში გვთავაზებენ. ეს ასევე არის ბევრი ადამიანისთვის ოჯახების გამთლიანების საშუალება და თუკი ჩვენ გვახსოვს ის, რომ ბევრ ადამიანს თავისი ოჯახის წევრი წლებით არ ენახა, ვიზა ლიბერალიზაცია მისცა შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრილიყო და რაღაცნაირად კავშირი ამ ოჯახის წევრებს შორის კვლავ აღდგენილიყო, ხო? ეს არის ძალიან მცირე იმ დადებითი მხარეებისა, რასაც გვაძლევს ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია და მხოლოდ მოგზაურობაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ბევრი მხრივ ეს იქნება განათლების მხრივ, ეს იქნება სხვადასხვა მოკლევადიანი კურსების მხრივ და ასე შემდეგ. ეს უფრო მარტივად ხელმისაწვდომი იყო ახალგაზრდების და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, თუ კი დაინტერესდებოდა მსგავსი საკითხებით. ვიზა ლიბერალიზაციას რაც შეეხება, ეს მართლა ძალიან დიდი მონაპოვარია ჩვენსა, ძალიან დიდი ნახტომი არის ჩვენი საზოგადოებისთვის თავის დროზე, რამდენიმე მთავრობის მიერ მიღწეული შედეგი არის ეს. ამ ყველაფრის დაკარგვა უბრალოდ რაღაცა საპასპორტო კონტროლის გართულება არ არის. ეს არის ქვეყნის რეპუტაციული ძალიან დიდი უკანდახევა
რაც ძალიან დაარტყამს თითოეულ ადამიანს ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ჩვენ საზოგადოებაში ძალიან დიდი არის წილი იმ ადამიანების, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ეკონომიკური თვალსაზრისით დააწყვეს იმ გრაფიკზე, იმ ვიზა ლიბერალიზაციის, იმ მოცემულობაზე, რომელთაც სარგებლობდით ეს 8 წელი. შესაბამისად, ამ ყველაფრის დაკარგვა ძალიან აისახება თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებაზე. მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ნარატივზე, რასაც ხელისუფლება ასე აქტიურად ანვითარებს, თითქოს ევროკავშირის მოთხოვნა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არის მიმართული რაღაც გარკვეულ ხალი-ხალია კაცი-კაციას პრინციპს. ეს არის აბსოლუტურად პრაგმატული თვალსაზრისით ჩამოყალიბებული მოთხოვნა, არა იმიტომ, რომ ევროკავშირში ვინმე დაინტერესებულია, რომ აქ რაიმე სახის ქორწინება დაიშვას. ეს საკითხი ჩამოყალიბდა იქედან, რომ საქართველოს ემიგრანტი მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს თავშესაფარს ზუსტად მაგ საფუძვლით, თითქოს და აქ არის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე დიდი დევნა და ასე შემდეგ. кейსები, რომლითაც მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებიც ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ბარდებიან და ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, დაფუძნებულია სწორედ ამგვარ ფსევდო მოთხოვნაზე. შესაბამისად, მათთვის ხელშესახები და დოკუმენტალურად გამყარებული ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების განცხადებიდან და кейსებიდან გამომდინარე არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ამ კუთხით პრობლემური ვითარება. შესაბამისად, ისინი ითხოვენ, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემური ვითარება, ამით რეალურად თავიანთ ეგზისტენციალურ საჭიროებებს ამ წუთში რაც უდგათ საჭიროებები იმისი აღმოფხვრაც უნდათ, რომ ეს საფუძველი რეალურია თუ არა და თუ რეალური არ არის, მაშინ დამტკიცდეს ეს დოკუმენტალურად, გამტკიცდეს ეს სამართლებრივად და შესაბამისად არ მოხდეს მსგავსი საფუძვლით პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება, რაც ბუნებრივია ევროკავშირის ქვეყნების ფინანსურ რესურსაც მოითხოვს ამ კუთხით. აი ეს პრაგმატული საკითხი ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ აქცია თავისი მანიპულაციური პროპაგანდის საგნად და დღეის მდგომარეობით ძალიან რა თქმა უნდა უაზრო და არასათანადო შედარებებით იქ ახლა ჯორდანო ბრუნოს და ბრუნავს შესაბამისობაზე აღარ დავიწყებ აქცენტის გაკეთებას საზოგადოებას ასე რომ ვთქვათ მიჰყიდა თითქოს ევროკავშირი ძალიან არის დაინტერესებული ახლა აქ კასპში გეი მამაკაცთა ქორწინების აღდგენით. ბუნებრივია ეს ასე არ არის, ეს აბსოლუტურად განსხვავებულად არის, მაგრამ ამ ქვეყანაში სიმართლის დამალვას დიდი მონდომებით ცდილობს ამჟამინდელი რეჟიმი და სიმართლის დამალვას რა შედეგებიც მოყვება ჩვენ ამისი ძალიან დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს მოყოლებული რუსეთის პირველი დაპყრობიდან 1801 წლიდან, რუსეთის მეორე დაპყრობიდან 1921 წლიდან და მთელი ეს პერიოდი ყოველთვის იჭკმალებოდა რეალურად რა პრობლემებში და რა სიტუაციებში ვიყავით ჩვენ. Ახლაც იგივე გრძელდება და ეს გზა თუ ასე გაგრძელდა არ მიგვიყვანს კარგ დასასრულამდე. ვისაც ვინმე ყავთ ახლობელი საფრანგეთში, კითხეთ რამდენი ადამიანი მკურნალობს მხოლოდ საფრანგეთში. კითხეთ რამდენმა ადამიანმა გადაარჩინა თავისი დედა, თავისი მამა, თავისი შვილი, სიცოცხლე რამდენ ადამიანს გადაურჩინა. ძალიან ბევრი ადამიანი ევროპულ ქვეყანაში წასულია სამთვიანი სამუშაო ვიზით და სამთვის არ არღვევენ ამ სამთვიან ვიზას, იმიტომ რომ შემდეგ ისევ წავიდნენ და არ დაკარგონ ეს შესაძლებლობა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კულტურაზე, იმ ცხოვრების იმ წესის თანაზიარობაზე, რაც ევროპულ ქვეყნებში არის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიაში არიან, მე ხშირად შევსწრები ვარ, თუნდაც მძღოლები, როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს და ადარებენ იმ სამუშაო პირობებს, ჩვენ სამუშაო პირობებს. გნებავთ ეს იყოს პოსტის თანამშრომლები, გნებავთ ეს იყოს სხვა კვებითი დაწესებულებების თანამშრომლები, ასე რომ მეგობრებო, ეს ძალიან დიდი სხვაობა ჩვენ გვინდოდა რომ რაღაც მინიმუმამდე დაგვეყვანა. აღარაფერს ვამბობ ქუთაისის აეროპორტზე, რომლის დახურვაზე რუსეთი ძალიან დიდი ხანია ოცნებობს. იცით რა, არსებობს ორნაირი დახურვა. დახურვა, როდესაც მართლა ინგრევა შენობა და მეორე დახურვა, როდესაც
კანტიკუნტად არის რეისები. მეგობრებო, ქუთაისელებო, მარტო ქუთაისის აეროპორტისთვის, რასაც მოიტანს ევროპასთან კავშირების გაწყვეტა, მარტო ეს კმარა მიზეზად იმისა, რომ ჩვენ ქუჩაში ვიყოთ და მოვითხოვდეთ იმას, რომ ჩვენი კავშირები ევროკავშირთან და ევროპასთან არ გაწყდეს. მართლა ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ ქალაქში ვცხოვრობ და რაც ვიზიარი შემოვიდა, ანუ იაფი-ფრენები შემოვიდა ჩვენს აეროპორტში, რეალურად არის დასაქმება, თვითონ აეროპორტი ფუნქციონირებს საკმაოდ კარგად, არის დასაქმება ქუთაისელი მოსახლეობის, ახალგაზრდების ძირითადად. მე მიმულია ამ აეროპორტს, იცით თქვენ, ეს ტურისტები თითქმის ნახევრად ჩამოდიან, დაკავებულია სასტუმროები, დაკავებულია კვების ობიექტები და 1000 ისე ბიზნესთან აქვს სერიოზული კავშირი. გულდაწყვეტილი მთელი ქუთაისის მოსახლეობა იმით არის, რომ პარლამენტი გადავიდა თბილისში, ხო? თქვენ კარგად იცით, ყველა ჟურნალისტმაც და სულ ყველა მოსახლეობაც, როგორი გულდაწყვეტილი იყო ქუთაისის მოსახლეობა პარლამენტის გადასვლასთან დაკავშირებით. ვიზა ლიბერალიზაცია რო ჩაიხსნას და ეს ბოლომდე მიიყვანოს, რა ვიცი, ჩვენმა მდგომარეობამ რომ გაუქმდეს, რაც ვერც კი წარმომიდგენია, ქუთაის სერიოზულად, ქუთაისის აეროპორტს, ქუთაისის ვიზიარის ფრენებს სერიოზულად დაარტყავს ბიზნესის კუთხით. ანუ ამ ქალაქს რაღაცით სულდგმულობა ხო ჭირდება? აი რით აღარაფერი არ ხდება ამ ქალაქში, აღარაფერი და კიდე ეს ბოლო მარგალიტი, რაც ჩვენი აეროპორტია, რაც უკვე ისეთი კომფორტია, რომ სამგზავრო ავტობუსებიც არის, აქედან წასასვლელიც, იქიდან წამოსასვლელიც, თბილისიდან წასასვლელიც. არა მარტო ქუთაისის მოსახლეობა, მთელი საქართველოს სარგებლობს ქუთაისის აეროპორტით. თბილისიდან ყოველ საათში გამოდის ავტობუსები დატვირთული, მე თვითონ მინახია და მიმგზავრია, როგორ დაფრინავს მთელი საქართველოს მოსახლეობა ქუთაისი როგორ სარგებლობს ქუთაისის აეროპორტით. ვიზა ლიბერალიზაციის ჩახსნა კიდევ არის ერთი სიტყვა წინადადება მინდა. ეს იყო საკმაოდ დიდი ნდობა ჩვენი მოსახლეობის მიმართ. თანაგრძნობა ნდობა, უსაფრთხო ქვეყანა ვიყავით და ზუსტადაც იმიტომ მოგცეს ჩვენ ეს გვენდნენ და ძალიან ცუდი და მე მრცხვენია რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს და ჩვენ აღარ გვენდოს აი ამ ხელა 27 სახელმწიფო. ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტას შანტაჟს უწოდებს ირაკლი კობახიძე, როგორც მან განაცხადა, თუ არჩევანი ვიზა ლიბერალიზაციას მშვიდობასა და სტაბილურობას შორის დადგება, საქართველო მშვიდობასა და სტაბილურობას აირჩევს.